ესე იგი, არსებობს ორადორი ძირითადი სცენარი ცხოვრებისა. ეხლა მიხვდებით, რასაც გულისხმობ. და დაფიქრდით თქვენ რომელში ხართ, მაგრამ წინასწარ ვიცი რომელშიც ხართ. და ამ სცენარში ყველა თუნდაც ყველაზე გააზრებულები და ყველაზე გაცნობიერებულებიც კი ვარდებიან ხოლმე. ეს არის პირველი მსხვერპლის როლი. მსხვერპლი გარემოებების, სხვა ადამიანების, პოლიტიკური წყობის, რა ვიცი, მთავრობის, ვიღაცა ბოროტმოქმედის, საკუთარი დედმამის, ანუ რა ვიცი, მეუღლის, ან კიდე და ასე ავადმყოფ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მსხვერპლის როლი. და არის ამისი საპირწონე საწინააღმდეგო მდგომარეობა და დაფიქრდით, აბა სანამ მე ვიტყვი დაფიქრდით და დაწერეთ და აპაუზეთ. ეხლა ვიცი რომ ბევრი დაწერს მოძალადის როლს. ნუ მოძალადე არა პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ გადატანითი რომ აი მე ვარ ძლიერი და კუნთებს გითამაშებ და არ გაბედო ჩემი დაჩაგვრა, თორემ მე დაგჩაგრავ, ან სანამ ვინმე გაბედავს დაჩაგვრას მე ვჩაგრავ პირველი. და ამას ფსიქოლოგიაში ეწოდება მოძალადის როლი და ბევრი ფიქრობს რომ მსხვერპლის როლის ოპოზიტ საწინააღმდეგო მდგომარეობა არის ეს ძლიერის, ანუ მოძალადის როლი. არა, ესე არ არის. უყურეთ, მოძალადის როლი არის მსხვერპლის როლის ნაწილი. არის ფსიქოლოგიაში ეგრეთ წოდებული კარპმანის სამკუთხედი, სადაც ეს სამი ძირითადი როლი, აი ამ მსხვერპლის სცენარიდან, სამი ძირითადი როლი, ეს არის მსხვერპლი, მოძალადი, გადამრჩენელი. და თუ რომელიმეში ხარ, ან მსხვერპლის, ან მოძალადის, ან გადამრჩენელის როლში, ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენ ორ როლშიც ხარ. ხან მსხვერპლი ხარ, ხან მოძალადე, ხან გადამრჩენელი და ესე აი ამ სცენარში ტრიალებ როგორც ციყვი ჩაკეტილ წრეში. დაფიქრდით აბა ამაზე. თქვენ წარმოიდგინეთ, ხო, გადამრჩენელის როლიც ამ სცენარის ნაწილია. და მაშინ ალბათ ჩნდება კითხვა, რა არის ის მეორე როლი? მსხვერპლის აი ამ სცენარის, ეხლა გავიაზრეთ უკვე ხო, რომ თურმე სამივე, რაც რამე ვიცოდით, როლი ფაქტობრივად კაცობრიობის უმეტესობამ მსხვერპლი გადამრჩენელი მოძალადე ეს ეს თურმე ერთი სცენარია და არა მსხვერპლის როლის საწინააღმდეგო სცენარი. და რა არის მსხვერპლის როლის საწინააღმდეგო სცენარი? ეს არის თამაშის სცენარი. როდესაც იცი რომ რა სიტუაციაში არ უნდა ჩავარდე და რა გამოწვევაც არ უნდა მოგცეს ცხოვრებამ, ეს არის უბრალოდ თამაში. და თამაშს რას გულისხმობ, იცით, რომ ყოველ ჩვენთაგანს მიწაზე განხორციელებისას მოგვეცა დრო, ჩვენი ცხოვრების დრო. მეტი რეალურად აფერი არ გაგვაჩნია. ჩვენ კი დავდევთ ოქრო ბრილიანტებს და იმებს, რა ვიცი, ოჯახებს და ასე შემდეგ, სახლებს, კარებს, მაგრამ სინამდვილეში ამ დროის მეტი არაფერი არ გაგვაჩნია. და ჩვენი დანიშნულება, ანუ ჩვენი სულის, რომელიც ხორციელდება და ამ დედამიწაზე, აი ამ კონკრეტულ ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრების თამაშს თამაშობს, რომ მაქსიმალურად საინტერესოდ და მაქსიმალურად ნაყოფიერად გაატაროს ეს დრო, გახარჯოს ეს ვალუტა, თავარი ვალუტა, დრო. და როგორც კომპიუტერული თამაში რო გითამაშიათ, ესა თუ ის ნებისმიერი, ხო? ჯდები რომ გაერთო და გახარჯო ეს დრო, ხო, ამ თამაშისა. და როდესაც ასე უყურებ შენს საკუთარ ცხოვრებას, უკვე აღარ ხარ მსხვერპლი. უკვე რაღაცა გამოწვევა, რომელიც გერგო, ის აღარ არის რაღაცა
და უყურეთ ისევ ანალოგია კომპიუტერულ თამაშთან. რომ თამაშობ, რაღაც თავიდან იოლი რაღაცეები, იმას იოლად გადიხარ და მე მიადგები რაღაცა ძნელ levels, დონეს. და ამ დონეს, კაი, რაღაცა 2, 3, 4-იც და გადიხარ. მე კიდევ უფრო ძნელ დონეს მიადგები და დაღლილი წინა დონისგან და უკვე ამ თამაშისგან დაღლილი, ხო, ფიზიკურად თვალი იღლება, ხელი იღლება, გონება იღლება, ყურადღება იღლება, ხო? უკვე იმ კიდევ მომდევნო ძნელ დონეს რაღაცნაირად ცდი და თუ კი პირველი ძნელი დონე 3-4 წუთში გაიარე, ამას ფაქტია რომ ვერ გადიხარ, მორჩა ტუპიკში ხარ, ხო? და რა ხდება ამ დროს? ისე მინდა რომ ამას გეუბნებით რომ ცხოვრებასთან პარალელი გაავლოთ. მე ბევრჯერ მქონია ესეთი, მიყვარს ხოლმე თავისუფალ დროს რაღაცების ესეთი პაზლებისავით თამაშების თამაში. და რა ხდება ამ დროს? თავი უნდა დაანებო ამ თამაშს, დაისვენო, შეიძლება რამოდენიმე დღით, შეიძლება 1 კვირითაც ან მეტი თავი დაანებო, დაისვენო, ძალები სრულად აღიდგინო, დაუბრუნდე და იწყებ თამაშს და ოპა, აღმოჩნდა რომ გაიარე. ან მეორე ვერსია არის, რომ აი ამ ძნელ დონეს გადიხარ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაქვს დამატებითი რესურსები, დამატებითი ბომბი, დამატებითი სიცოცხლე ამ ცხოვრებაში, დამატებითი რაღაცა ბონუსი, რომელიც შეგიძლია რომ მასაკნა გამოიყენო, ან დამატებითი ქულები გაქვს მოგროვილი, როგორც ფული, რომელიც შეგიძლია რომ ამ ვირტუალური თანხით რაღაცა გაართვა თავი ამ თამაშში, ხო? ცხოვრებაც ესე არის სწორად. აბსოლუტურად, თუ კი თქვენ დღეს მიადგეთ რაღაცა ტუპიკს, რომლიდანაც გონიათ რომ ვერ გამოდიხართ 1, 2, 10 მცდელობა და დაანებეთ თავი, ერთის მხრივ მიეცი შენს თავს დასვენების საშუალება, მეორეს მხრივ დაფიქრდი იმაზე, რა დამატებითი ბონუსები და რესურსები გჭირდება იმისთვის, რომ ამ levels, ამ დონეს, ამ ამოცანას თავი გაართვა. და დაფიქრდი, როგორ მოიპოვო ეს დამატებითი რესურსები. უყურეთ, ძალიან თანამედროვე ადამიანებს საოცარი საშუალება გვაქვს აი ამ კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით, რომ აი ეს ანალოგია შეგვიძლია გავაკეთოთ. ახლა მე-18 საუკუნის ადამიანი ამ ანალოგიას ვერ გააკეთებდა და ვერც კი გაიგებდა, იმიტომ რომ არ ქონდა მას ეს თვალსაჩინო მაგალითი. ჩვენ გვაქვს, ჩვენი ცხოვრებაც იგივენაირი თამაშია მართლაც. ოღონდ უფრო ძნელი და მრავლის მომცველი და გაცილებით უფრო მაღალი დონის, ვიდრე ვთქვათ ჩვენი კომპიუტერული თამაშები, მაგრამ არსი აბსოლუტურად იგივეა, ჩემო ძვირფასებო. და ჩვენი ტრანსფორმაციული კოუჩინგის კურსი გეხმარებათ სწორად, რომ გამოხვიდეთ აი იმ მსხვერპლის როლის სცენარიდან, გადახვიდეთ აი ამ თამაშის სცენარზე და თამაშის სცენარზე გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც იცი, როგორ მოიპოვო ის რესურსები, რაც გჭირდება. და აი ამ რესურსების მოპოვება, განვითარებაზეა ორიენტირებული სწორად ტრანსფორმაციული კოუჩინგის კურსი. ჯერ კიდევ მოქმედებს საახალწლო ფასდაკლებები, ასე რომ თუ კი დაინტერესდით, თუ კი ჩემი სიტყვები გაიგეთ, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ბევრი ვერც გაიგებს, ვიფიქრებს ხა ინგა რაღაცას ჩინურად საუბრობს და ამას მიჩვეული ვარ და ვიცი რომ ასეა, მაგრამ აი ვინც გაიგეთ, თქვენთვის არის სწორად ეს კურსი. მოგწერეთ და შემოგვიერთდით.